პირდაპირ ეთერში მიყვარს მე აი ეს ბლოკი განსაკუთრებით მიყვარს აუცნაურია ორივე სტუდიაში ყოფნა ეს ბლოკი ძალიან ეს არის ეხლა პირდაპირ გადავალ ჩვენ სტუმარზე ბექა ფიცხელაური და მე მგონი არც ჭირდება თქვა ვინ არის რატომ არის იმიტომ რომ ისეთი ანშლაგი მოახდინა ამ ადამიანმა განსაკუთრებულად არ ვიცი როგორ მოახერხე მოკლედ ვინც არის ის ვიტყვი რომ ეს არის ბექა ფიცხელაური მეცხრე სუპერფინალისტი გახთი ვარსკვლავის და ორი ახალი მონაწილე რომელიც ამ პარასკევს შემოგვიერთდება ძიმა ჭითანავა და მაიკო ბაღდავაძე. მოგესალმებით, როგორ ხარ დავა? ამა ძალიან გზელი გზა აქვს. შემართება როგორი? გზელი. ამა ძალიან გზელი გზა აქვს ფინალამდე. შემართება მანიერი. დაგითხრათ? ეს უნდა გკითხოთ, აი დათომ გაიხუმრა, რომ გრძელი გზაო და ბოლო ლაივ შოუზე უერთდებით კონკურსს და პრინციპში როგორც გამოცდილებამ გვაჩვენა, რაც უფრო ადრე შემოუერთდნენ მონაწილეები, უფრო წარმატებული იყო მათთვის. თუმცა ისეთი შემთხვევებიც გვახსოვს, როცა მეორე კონცერტზევე ან იმ დღესვე გადავიდნენ სუპერფინალში, ანუ გამორიცხული არაფერი არ არის და თქვენ როგორ გერჩივნათ, ცოტა ადრე შემოსულიყავით პროექტში თუ პირიქით, აი ესე მარტივად შეიძლება მეათე ლაივ შოუზე დადგეთ სცენაზე და პირდაპირ სუპერფინალში არ ვიცი როგორ აჯობებდა ეს უფრო პროდიუსერმა ალბათ გადაწყვიტეს უკვე როგორც აჯობებდა უბრალოდ მინდა ჩემს გულშემატკივრებს მოუწოდო რომ ძალიან ეაქტიურონ. რა თქმა უნდა მინდა აუცილებლად დაგეთანხმები მათზე არის დამოკიდებული და დიდი ძალა მობილიზებული ყავთ უკვე თქვენი არმია გულშემატკივრები? კი. თან არა ამ ხელს რომ ეხა სხვა უფრო მობილიზება მეტი არ გააკეთე. უნდა თქვა რომ არა მე როცა ვიქნება ანშლაგი. ბექა მოდი გითხარი. რები ჩაატარე რა იყო ეს რომ გამაოცე? აი რაღაცა უფლება არ მქონდა რომ კიდევ რაღაც ემოციები მქონდა მართლა გაოცებული ვარ ბოლო ორი ლაივია ბექა ესე უნდა მეთქვა გასულ ლაივზეც ანუ როცა ელენე კუხალაშვილი გადავიდა რესტავრებრივი იყო ბექა ნაკლებად არ იმსახურებდა სუპერფინალისტობას ნამდვილად ძალიან ემოციური დღე იყო რა აი ყველაზე მეტად ეგ გამიხარდა ზუსტად რომ როდესაც ვხედავ ჩემ მასწავლებელს პედაგოგებს პროდიუსერებს გახარებულს და ემოციები დატვირთულს ეს იყო ხედავ გახარებულს წამყვეთ ჩაგრა არავითარ შემთხვევაში აი ხო ვხედოთ ჩვენს კადრებს ბედნიერი დღის კადრი იცი რა არის მართლა მე მაინტერესებს არ მქონდები საშუალება რომ ესე დაგლაპარაკო პირდაპირ უთხრობ მაყურებელმაც რომ გაიგოს რაიმე გააკეთე ისეთი რაღაცა ან შენი თავი დაარწმუნე შენ თავს ესაუბრებოდი თუ რა ხდება იმიტომ რომ მართლა რადიკალური ცვლილება იყო ორი ლაივი დარჩა ან ეხლა ან არასდროსო და გადაწყვეტა ან რაღაც აი არ ვიცი დიდი ნახტომი იყო ვიმან ხომ არის მოგვიდა საკმარო გითხრა ავტობუსთან დაკავშირებით ანუ რა თქმა უნდა ეხლა ჯიურისგან ეგეთ შეფასებას რომ მიიღებ ცოტა უფრო მობილიზებას რა უთხრა ზაკმოს სხვადასხვა ანუ მღერიო არაჩვეულებრივი ხმა გაქვს და მონაცემები ოღონდ როცა მღერიო ისეთ ხასიათზე ხარო აი თითქოს ავტობუსში დგახარო და მიდიხარო და სულ არ გაინტერესებს როგორ ემოციას გადმოსცემ ეგეთ ჩვენი ეს არის სიმღერის მდგომარეობა სხვადასხვა ის მერე დაგვავიწყა ავტობუსი და გეგონებოდა რომ მილიონ კაცი მისდევდა ავტობუსს მისდევდა ავტობუსში ვერასო და სიმღერას ნამდვილად მადლობა ზაკს და ამ ავტობუსაც გაასწარი და საოცარი იყო მე პირადად ვარ აი ბედნიერი ვარ აი კიდევ ერთხელ აღნიშნავ როდესაც ხედავ ამ ხელა პროგრესს თუნდაც ისეთ მონაწილეში რომელიც თავიდან არის თუნდაც ვოკალურად თქვა სუსტი ძლიერი არ არის და რომ ხედავ ამ ხელა ნაბიჯს და ამ ხელა ნახტომს აი საოცარი შეგრძნება არის რისთვისაც დიდ მადლობას გიხდი შენ რომ ესეთი მონდომებული იყავი და არ დანებდი არის რა უნდა გითხო ყველაზე დადებითი და ისეთი სასიამოვნო მომენტი ის იყო რა თქმა უნდა რომ ვთქვი და მეცხრე ლაივ შოუ სუპერფინალისტია და გამოვაცხადე შენი სახელი მაგრამ მაინტერესებს ყველაზე რთული მომენტი შენთვის ემოციურად აი ამ ყველა ლაივ შოუს განმავლობაში როდის იყო აი როცა იფიქრე რომ აღარ მინდა არც სუპერფინალი შეიძლება იფიქრე ოღონდ მე გავარდე დღესო და დამთავრდეს ეს რეპეტიცია იყო მომენტი აი მე-5 მე-6 ლაივებზე რომ ვფიქრობდი რომ ესე იგი მე არ შემიძლია სხვები უკეთესები არიან ან ჩემ თავს კონტროლს ვერ უწევდი და მეგონა რომ არაფერი არ გამოვიდა და იმას ვითვლიდი რომ ლაივზე გავარდებოდი მაგრამ მე იმედები გამიჩნდა ავტობუსით გავუშვი საბოლოოდ და რა ვიცი იყო ესეთი რთული მომენტები ნამდვილად პროექტიც მაგისია რომ რაღაც იმედგაცრუება ჩვენ თავის ავტობუსი ეგ და ჩვენ თავის ტროლეიბუსები იყო
არა მე მქონდა ხოლმე პირადად ისეთი შეგრძნება რომ ამ ადამიანს ან არ უნდა პროექტში მონაწილეობა ან ეზარება სულ ესეთი შთაბეჭდილება მრჩევა ფინალისტვის ინახავდა ფინალისტვის ინახავდა მე მგონი ძალიან სწორად მოიქეც იმიტომ რომ გაგვაოცა ყველა ეხა ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ერთი სული ქონდა როდის მოვიდოდა ის 30 წამი ეს ხმისი 30 წამების დაპყრობაც გინდოდა მე მგონი არა მე პრინციპში რო ვთქვი ესეც არის რა დავუშვი თელს იყედავს ღერი ხარ აბსოლუტურად უბრალოდ იმ 30 წამს ისმის შენი ხმა არა ეს კასტინგებიდან ქონდა სხვათა შორის მოყოლებული რომ ესეთი ავტობუსური დამოკიდებულება ქონდა იმიტომ რომ მე ვინც იყო ჩემ დღეს ყველა ძალიან კარგად მახსოვს სხვათა შორის სამივე თქვენ ერთ დღეს იყავით თუ არ ვცდები და ყველას დავესწარი და ბექას რო ეკითხებოდნენ აი ამას გააკეთებ ისწავლი 57 სიმღერის ტექსტს სამ დღეში რავი კი აი ყველაფერზე ესეთი პასუხი მე მივხვდი ამის ავტობუსის დგომის მომენტს ამის გაჩერება არ იყო მოსული როცა მოვიდა ამის გაჩერება ჩავიდა კიდე სუპერფინალში სხვათა შორის ჩვენ სტუმარსაც უთხრათ თავისი მდგომარეობა აი ახლა ფინალის წინა ბოლოში აღმოჩნდით ამ შვენიერ კონკურსში და თქვენ რას ფიქრობთ ამაზე ჩემი მდგომარეობა მინდა გითხრათ არ ნერვიულობ თქვენ ადიხართ ავტობუსზე პირდაპირ ჩახვიდეთ ხო და ერთი გაჩერება პირველი საჩერება უფრო პასუხისგებლობის მომენტი მაქვს რომ იმ ადამიანებსაც ჩემი იმედი აქვს და თუნდაც გულშემატკივრებითაც ყველა ის ადამიანი ჩემს რგული ვინც არის მათ არ გაუცრო იმედი მოკლედ მაგას ნერვიულობა დიახ ნერვიულობა ისეთი რა თქვა ვაიმე ხარა მე უფრო ფიქრობ რომ სიამოვნება მივიღო ამ სიმღერებისგან კადრი თუ გაქვს გამოცდილება სიმღერის ან მუსიკალური განათლება არ მქონია არასოდეს მნიშვნელოვანი პროექტი არის პირველი გახდი ვარსკვლავზე დიდი მადლობა ამისთვის თქვენ მე ძალიან ნერვიულობ უკვე გეთქობა არა ძიმა ეგეთები არ გამოვა უნდა იყო თავისი შენ დრო აღარ აქვს ნერვიულობის ესე დრო აღარ აქვს იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის რა თქმა უნდა პასუხისგებლობაც არის და ამავდროულად იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება რავი კარგად იქნება თუ მღეროდი იქამდე და არა მარტო პროდიუსერების საერთოდ პროექტის ახალს გავამართლებ თუ მღეროდი იქამდე სადმე დავდიოდი სტუდიალურ ჯაცხენებში ახალს დავდივარ და რაღაც გამოცდილება იქიდან მაქვს რა თქმა უნდა არის ისეთი ჟანრი სადაც არ გრძნობთ თავს კომფორტულად ნუ ვიღაცები იყვნენ მაგალითად როკი არისო ესეთი ზოგადად როკი სულ შეურაცხყოფენ ყველა ერთ ჟანრს თუმცა მე როკი არ მომწონს ზოგადად უფრო კლასიკური სიმღერისკენ ვიხები მაგრამ მის ტემბრიც ეგეთია უფრო და სტილობ ყველანაირად რომ მოვერგო პროექტის სიმღერებს და სტილს მაიკო ჟანრი ჩემთვის მიუხედავად ცოტა განსხვავებული რეპერტუარი შეხვდა ჩვენ მეათელაივზე და ძალიან გემონებიან სხვათა შორის მე მაგალითად რავი არ წარმოვადგენს პრობლემას ეს სიმღერები იმიტომ რომ იმდენად მიყვარს სიმღერა და რაღაცა მართლა ისეთია ჩემთვის გამჯდარი მუსიკა რომ შევეცდები რომ ყველანაირად აი ვაჩვენო თავი მაქსიმუმი მე მაიკოზე მინდა ორი სიტყვით თქვა რომ მაიკოს ჰქონდა ძალიან დიდი პრობლემები ხმასთან დაკავშირებით ბევრი ისეთი რაღაცა გამოვიარეთ იარა მაგრამ არ მინდა რომ იყვნენ ჩასაფრებულები ასე ვთქვათ მაიკოზე განსაკუთრებით იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი პრობლემები გამოიარეს სულ რაღაც ერთი კვირა რაც ლაპარაკი დაიწყო მე მგონი და ენა აიდგა და პირდაპირ ამღერა მე მინდა გაგამხნევო აქედან რა თქმა უნდა ყველა მაგრამ განსაკუთრებით ჩემ იმიტომ რომ ვიცი რას ნიშნავს როგორი ტკივნეულია ეგეთი რაღაცა რო ხარ შემართული რო გინდა რომ შეხვიდე ცეცხლი და ამ ყველაფერი კარგად იქნება ორი თვის განმავლობაში, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. მე გუშინაც გითხარი და ყოველთვის ეგრე ვეუბნები ეს ახალ მონაწილეებსაც ეხებათ, რომ ისე უნდა იმღეროთ, რომ სახში როდესაც წახვალთ და ჩართავთ თქვენ თავებს რომ ნახავთ, უნდა მოგეწონოთ თქვენი თავები და უნდა გესიამოვნოთ ძალიან. რომ იმღერეთ კარგად და მაგაზე იყოს. ასე სიმღერის დროს უნდა მოგწონოთ თქვენ თავი. ნამდვილად ეგრე. თქვენ წარმატებებს გისურვებთ და
შენ ახლა მოიწონდა მოგწონდეს ისე უნდა გვიმღეროთ რა თქმა უნდა ჩვენც მოგვიწონება თუ შენ არ მოგწონს არ მოიწონება არ როგორ არ მომწონს აი ეს იყო ზუსტად ბოლო საფინალო სიმღერაში ისიც ვთქვათ რომ არაჩვეულებრივი პარტნიორი ყავდა ბექას და ამანაც განაპირობა რომ არაჩვეულებრივი დღეს კონცერტმეისტერთან ერთად ჩვენი არაჩვეულებრივი კონცერტმეისტერი თამუნა ბაბილოა ჩვენი ჯადოქარი და საოცრება რომელიც აკომპანირებას გავწევს ბექა ფიცხელაურს დიდი მადლობა მას და აბა გთხოვთ spinning.